გადაცემის სპონსორია მიტარბი. მიტარბის საეროვანი მინერალების დახმარებით შეგვიძლია შევცვალოთ ერთფეროვნება და გავხალისდეთ. მიტარბი, შეინარჩუნე ხალისი. მაშასე, ჩვენ კლავ პირდაპირ ეთერში ვართ 0-9-3-305 ეს არის ივან მაკაროვის ნომერი 3-2 წავიდა! ძალიან რთულია ამის გაკეთება. დაიძრა ბორბალი, რომლის წონა 56 წონა გახლავთ. პირველი კალათა დაძრულია. ნახოთ როგორ გააგრძელებს ივანი ამ ყველაფერს. არ ვიცი მან რა ხდება, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი ემოციებით ვადევნებთ აყურს იმას რაც ხდება. მეორე კალათა ფეხით უცურავს ოდნავ ივანს. ეს იცივეს ტემპერატურას რა თქმა უნდა ხელს გიშლის. მესამე კალათთან მივიდა უკვე ჩვენი უკრაინელი გოლიათი. ცოტა უჭირს მას. მოძრაობს ბორბალი, რომლის წონა არის 56 ტონა, სიმაღლე 28 მეტრი. პირველად ხდება ეს ნიჭიერში. გაჩერდა ბორბალი, თავიდან უწევს ივანს. ეხლა დაძრა აი ამ საოცარი მასის. მე მჯერა რომ დარბაზი გულშემატკივრობს ჩვენს სტუმარს. მაგრამ მიდის ტრიალეს ბორბალი და მეხუთე კალათაც როცა გაუჩინარდება ჩვენ ჩავთვლით რომ ნომერი დასრულებულია, მაგრამ მე თუ მკითხავთ ნომერი შედგა. ცოტაც და მეხუთე კალათიც უჩინარდება, ნომერი შედგა. ივან, ნომერი შედგა, საოცარი მასა, საოცარი წონა დაძრა ამ ადამიანმა. ადამიანის უტეხის სულის კიდევ ერთი დადასტურება. ივანი არ ჩერდება. არ ესმის დარბაზის აპლოდისმენტები, რომელიც არის მე დარწმუნებული ვარ. აი ადამიანი გოლიათი, ნამდვილი მებრძოლი, რომელსაც ეს გააკეთა და დაიმსახურა აპლოდისმენტები. 0-9-3-305 გახლავთ მისი ნომერი. რა ვიცი, აქ ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი და მან რა ხდებოდა თუ გვეტყვით კარგი. ვაიმე! რას ლაპარაკობ? ვანიკო, მე მივხვდი რომ ჩვენ ორნი არაფერს არ წარმოვადგენთ. ორი უსუსური არსებაა. მაქსიმუმ. რა ვქნათ? აბა ჟიურის შეფასება ვთხოვოთ. ბატონო ჭოლა, გისმენთ? რას ფიქრობ იცი? სიზე უნდა გყავდეს ასეთი კაცი. ესე გაწყენებს ვინმე შეაგდებს ბორბალზე, დაატრიალებს, დატოვებს მაღლა. თებსაც გადადგამს გოგოს გამო. თებსაც გადადგამს. თავარია შენ არ აწყენიო. ხო, ესეც არის. შენიანი უნდა იყოს, შენიანი უნდა იყოს. მე არაჩვეულებრივი ამბავი. გვარი აქვს ფიშტალეტივით და მაკარ. დაუჯერებელი ამბავია. ძიმა უბოლაძე რო არ ყოფილიყო იქა, ვიფიქრებდი რომ ვინმე კალაშნიკოვის ის გვერდზე და აჭერს რაღაცა კნოპკას. მაგრამ ძიმას იმჯერა ბრმად. დიდი მადლობა. და ია რას გვეტყვის ია? ეს გოლიათი, რომელიც ჩვენი უსაყვარლესი უკრაინიდან ჩამოვიდა, ჯერ ესეთი უნდა დარჩეს საქართველოში აუცილებლად სანამ იქ ამბები იქნება და ეს ამ გოლიათმა ხალხო ძალიან სიმბოლური რაღაცა გააკეთა. ეშმაკის ბორბალი დაატრიალა. შიშველი ხელები და დაიყოს ეშმაკის დამარცხების სიმბოლო. აგიღო. ვიღოს. დიდი მადლობა, ეს ნანუკა გისმენთ? მე იას ერთ რამეში ვერ დავეთანხმები, მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანმა თავის გასაკეთებელი ივანმა გააკეთა საქართველოში და ეხლა უნდა დაბრუნდეს თავის ქვეყანაში. თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს, იმიტომ მე ვფიქრობ რომ ის ქვეყანას უფრო ჭირდება ეხლა ესეთი ძლიერი ადამიანები. მე მოვიკითხა უკრაინას, ჩემს საყვარელ უკრაინას. ჩვენ დარწმუნებული ვარ, მას ძალიან ბევრი გულშემატკივრობს აი აქ ამ დარბაზში და ქვეყანაში. და რა უნდა ვთქვა ეხლა? ხო არის რაღაც, როდესაც შეფასებები ზედმეტია? კი ბატონო. დაბრუნდეს ეხლა უკრაინაში.
დიდი მადლობა ნანუკას, მიხედოთ მის ნიკა ქვეყანას. გისმენ. ახოთ, თვითონ მე ვეთანხმები ჩემს მეგობრებს ჟიურიდან რომ ეს ყველაფერი იმდენად მარტივად ჩანდა რომ პირადად მე ეჭვი შემეპარა რამდენად რეალისტურია და რამდენად რთულია ეს საერთოდ ძიმა მე მინდა შენ გთხოვო რომ ცადო მსგავსი რამის გაკეთება სერიოზულად გეუბნები ეხლა გიორგის და ვანიკოს ეს არ უკვირთ იმიტომ რომ ხშირად უწევთ ამის გაკეთება მე მინდა შენ ცადო და გვაჩვენო რამდენად რთულიან მარტივია ეს ყველაფერი ის გაკეთება უწევთ გიორგის და ვანიკოს ნუ ამის გაკეთება ნუ და კონკრეტდები ეშმაკის ნორმალი არ დაუძრავთ მაგრამ აი ნახოთ შენ რას იზავს გამოიწია სტუმარი აქეთ რომ დავინახოთ მიდი დიმა მარცხი არ მოგივიდეს მარცხი მე მინდა ოპერატორმა უბრალოდ გაჩვენოს წვილი კადრი ბორბლის თვითონ თუ შეიძლება ძიმა მე ვერ ვიტყვი რომ ძალიან სუსტი ვარ ფიზიკურად მაგრამ ამ ადამიანთან შედარებით რაც ვანიკომ და გიორგიმ არაერთხელ თქვენს და მე აღარ გავიმეორებ თვით შეფასების დადაბლების საშუალების წინაშე ვდგევარ. არა, ძიმა, შენი თვით შეფასება ჯეთ იმიტომ არ უნდა დაეცეს, რომ ყველაზე მაგარი ეკრანული სახე ხარ საქართველოში. სამუდამოდ ეგრე იქნება, მაგრამ რაც ამ ბიჭმა გააკეთა, რა თქმა უნდა, არის ძალიან შთამბეჭდავი. შენ სწორად თქვი, ძიმა, რომ ეს პირველად მოხდა ნიჭიერში, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პირველად არ მოხდა მსოფლიოში. ამიტომ მგონია, რომ ძალიან მაგარი ნომერი იყო, მაყურებელს მოუწოდებ, რომ აუცილებლად ჩვენს უკრაინელ მეგობარს, რომელიც აპირებს, რომ ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრი იყოს, დაურეკეთ და მიეცით ჩანსი, რომ გადავიდეს ფინალში. დიდი მადლობა ანუკა, ხო გაიგე რაშია საქმე? ივან 0-900-300-305 გახლავთ ივანის ნომერი. დაუჭირეთ ხარი ამ ძალიან მაგარ ადამიანს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ მის ნომერს 0-900-300-305 და ვემშვიდობებით დიმას და ივანს